ქართული ცხვრის ექსპორტი იზრდება. წვრილფეხა საქონელი წელს აზერბაიჯანში, კატარსა და ქუვეითში გაიყვანეს. ამჯერად მორიგი პარტია 3700 სული ცხვარი ისრაელში გადის. წინა საექსპორტო მოსამზადებელი სამუშაოები დედოფლის წყაროში ტარიბანის საგაზაფხულო საძოვრებზე დაიწყო. ტარიბანის საძოვრებზე საექსპორტოდ 4000-მდე ცხვარს ამზადებენ. ამისთვის მათ სპეციალური შემოწმება უტარდებათ. რამდენიმე დღეში ქართული ცხვრის მორიგი პარტია გასაყიდად ისრაელში უნდა გაიყვანონ. ექსპორტისათვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობით სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დაინტერესდა. იგეგმება მაისის თვემდე დაახლოებით 12000 სულის გაყვანა, მობილიზებულია უკვე ნაწილი, უმეტესობას დაახლოებით 70%, რომელიც ხდება აქ ადგილზე დამუშავება, შემოწმება, ყველანაირი ვეტერინარული მოთხოვნების მიხედვით და ამის შემდეგ ხდება მათი ექსპორტი. ისრაელში ქართული ცხვრის საცდელი პარტია უკვე გაგზავნეს. მხარეებს შორის მოლაპარაკება გასული წლიდან დაიწყო, წლის ბოლოს უკვე შესაძლებელი გახდა 2200 სული თუშური ცხვრის გაგზავნა. ამის შემდეგ წვრილფეხა საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა. მყიდველი ქართული ცხვრის განსაკუთრებული თვისებების გარდა იმითაც დაინტერესდა, რომ გასაყიდი საქონელი კარგად შენახული იყო და მისი წონა საშუალოდ 60-70 კილოგრამამდე მრყეობდა. წელს ცხვარი ისრაელში პირველად გადის, მთლიანად მთელი პარტია არის შემოწმებული სათითაოდ, ჩაუტარდა ზედამხედველობა, სათითაოდ ცხვარი არის შემოწმებული ვეტერინარულად, ყველა საბუთი გადაიგზავნა ისრაელის მხარეს და შესაბამისად ეს არის შედეგი წელს პირველად. გეგმა არის ამბიციური, დაახლოებით 6-7-ჯერ უნდა გაიზარდოს წლევანდელი ექსპორტი. უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესებას გამარტივებულმა საბაჟო პროცედურამ და საქონლის კარგმა საკარანტინო პირობებმაც შეუწყო ხელი. ამ თემაზე საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ისაუბრეს. ისრაელამდე კი წელს საექსპორტოდ 7000-მდე ქართული ცხვარი აზერბაიჯანში, ყატარსა და ქუვეითში გავიდა. შოდის უმთავრესი არის მეცხოველეობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უფრო მთავარ პრიორიტეტად მივიქცევთ და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მაგალითი, როდესაც ჩვენ ისრაელში ვაგზავნით ცხვარს. ქართული ცხვარი საექსპორტოდ მსოფლიოს 12 ქვეყანაში გადის. 2009 წლიდან კი სხვადასხვა ქვეყნებში 6000-მდე წვრილფეხა საქონელი გაიყიდა. წლის ბოლომდე საექსპორტო ცხვრის რაოდენობა 200000-მდე გაიზრდება.